გამარჯობათ მეგობრებო. ეხლა ვნახე მერაბის ემოციური მიმართვა და ძალიან იმოქმედა ჩემზე რა, ადამიანზე, როგორც ადამიანზე. გადავედი მაგის გვერდზე და ვნახე და დაბლოკილი ვიყავარ. მერაბ ძმაო, შენ გენაცვალი, ბოდიშებით დავიწყე ვიდეო. ბოდიშებით, აი რაღაცნაირად ცუდად ვიყავი მაგ ვიდეოს რო ხდება, იმდენად სენსიტიურები ვართ ადამიანები. ხوار დამიმალია და ჭორაობა ხوار დამიწყე, გულწრფელად ვთქვი, რაც მეტკინა. და გამოდგა ისე რომ ხალხსაც იგივე ტკიოდა. ექსპერტობას, კომაგობასთან არაფერი მნიშვნელობა არ მაქვს. მე შეიძლება UFC-ს მებრძოლი არ ვარ, მაგრამ პატრიოტი ვარ და ღმერთს ფიცავარ თავს შევაკლავ ჩემი ქვეყნისთვის. თქვენზე ვინმეს რამე ძვირი რო თქვას, ღმერთს ფიცავარ მართლა ვიმოქმედებ. ესე წინ რომ მიდგეს. და ძმაო, შენ რო წააგე, სახში ვერ წავედი. მანქანაში მეძინა და რო გამომეღვიძებოდა მეთქი სიზმარია და თურმე არ იყო სიზმარი. 3 დღე სუდად ვიყავი. რა ვთქვი ძმაო, თქვი ერთი, რომ არ არის ექსპერტობა საჭირო იმასთან, რომ ჩვენ გვიყარხართ როგორც მებრძოლები და პატრიოტები ვართ და ჩვენი ქვეყანასთან ვაიგივებთ თქვენ ომს ოქტაგონზე. და გტყივა თქვენი წაგება და ვერ ვიჯერებთ. მე ხან რაღაცა სისულელეს ვიტყვით, ხან რაღაცა შეიძლება. მაგრამ არ გვჯერა. ეს სიყვარულით მოგდის, ტრობით ხო არ მოგდის. მაგ ვთქვი და მაგ მეწყინა, რატო ვერ მიხვდით ხო? მეთქი ეს რატო მოგვივიდა თქო. მე ისიც ვიფიქრე რომ რა ვიცი, იქნება ორგანიზაციამ ხო არ უთხრა რომ შენ ავტორიტეტი გაქვს და იქნება ეს ხალხი გააჩერო. არ მინდა მაგის დაჯერება, რომ ვინმე რამე ითხრა და არც ვჯერა. გამოხვედი მე დამბლოკე. ჩემი საყვარელი მებრძოლი, 2 მებრძოლი, ილია და შენ. დამბლოკე რისთვის, მაო, რა დაგიშავი ამის ფასი. მე დღესაც მიყვარხარ, ხვალაც გიქომაგებ და ღმერთმა მომასწროს იმ დღეს პიოტერიანს რომ გაუნგრევ თავპის. იქაც ვამბობდი ვინმე რამე ცუდი არ დაწეროთ, კაცზე არ იმსახურებს მერაბი მაგას. შეიძლება რაღაცა გეწყინა გამოხატე, მაგრამ შეურაცხყოფა მერაბს არავინ არ მიაყენოთ, კომენტარში დავწერე იქ. და რა გამოდის ეხა? დამბლოკე, გაბრაზდი დამბლოკე და მაგით მიპასუხე? თელი ჩემი კომაგობა ღმერთს ფიცავარ ხალხმა შენი დაცვა რო დავიწყე, დამესიენ რეები მიწერეს და კბილებით გიცავდი. და შენ რა გონია რომ ანუ რავი რა? ეგრე ერთ-ერთი შენი კომაგი ეგრე დაბლოკვა არის? რა ვიცი, კაი ძმაო, ღმერთმა გაგიმარჯო, შენინება ბაზარი არა. შეიძლება ვწდები, შენ არ დაგიბლოკივარ და ვინმე მართავს შენ პროფილს და იმან დაბლოკა, არ ვიცი. ეჭვი ვის ეპარება, შეროილია გიყვარს, მაგაში ვისაც ეჭვი ეპარება, იმის არაპატრიოტი დედა მოვთხან მე. მარა ფანების რეაქცია რო გაგიკვირდა მაგით ხარით, მეტი არაფერი. მე ვარ ერთ-ერთი პირველი, ვინც მაგ ვიდეო ჩაწერა. იმიტომ გცემ პასუხს ეხა და დამბლოკე, ფაქტია გეწყინა ძმაო. ბოდიშებით დავიწყე ვიდეო, ბოდიშის მოხდით. შენი განცდები რო ვნახე 10 იმდენად სუდად გავხდი, მეთქი გადავალ რამე, მეთქი რა ვიცი ბიჭო რამე თურმე დაგიბლოკი ვარ. რა ვიცი ძმაო. ეს ტერს უხარია, ქართველების ასე ისტორე. მოყარეს ეს არ უხარია. რავი, რა გითხრა, არ ვიცი ძმაო, რავი, ღმერთს ვთხოვრო, რავი, ყოველ სულ ჩემს რავი, მაგრად. შენ შეიძლება დამბლოკე, მაგრამ შენ ჩხუბს უყურებ და გიქომაგებ, მაინც. ნახავ ამას, ნახავ, შენ თვითონ მიხვდები. რა მოხდა ძმაო, მეწყინა, რა ვიცი, არ ველოდებოდი, მეთქი მერაბი ესე არ ნახე ვიდეო და შოქში ჩავარდი რა, ექსპერტობა რას შუაშია კომაგობასთან ძმაო. გავბრაზდი მეწყინა და ვამბობ, რა ვიცი, ხო, ადამიანი ვარ, არ ვიტყვები, არ ვმალავ არაფერს. ღმერთმა სიკეთე მოგცეს კიდე. მაგრად იყავი სულ. ვის ეპარება, შეროილია გიყვარს მაგაში ეჭვი. რა ვიცი ძმაო, რა ვიცი. საწყენია უბრალოდ. ნუ თუ ვერ მიხვდი რომ ფანებს ეგეთი რაღაცა
ძალიან გულზე გვხვდება. იმიტომ რომ ფანობა თავისთავად არის სუბიექტური მოვლენა, ჩვენ ვართ სუბიექტურები, სუბიექტურად გვიყვარხართ და სუბიექტურად ვიღებთ მე იმ გადაწყვეტილებებს, რომ არ ვიჯერეთ და რა ვიცი. ზოგ შეთქმულება ელანდება ზოგს, ის მე დაწყნადები და შეიძლება დაალაგდეთ. არ გვინდა ბატონო დაჯერება რომ თქვენ ნამდვილად წააგეთ. არ გვაქვს უფლება, არ გვინდა. ვინ შენის დაგაბრალოს ხო? ილია მაგას ვინ დაგაბრალებს? დედას მოუთხნავ, მაგრამ ვინმე მითქას პირში რომ შემწეს რომ შენ ვიღაცამ თქვას რომ მე ისა მერაბს ილია არ უყვარს. ამას ვინ გაბედავს? მაგრამ რა ვიცი, ნუ ჩვენს გვიყვარხართ თქვენ და არ გვაქვს უფლება რომ გვიყვარდეთ. ჩვენს ადამიანები ვართ, წინს და გვიხარია რაღაცეები. მაგის გამო თუ უნდა დაბლოკო ადამიანი, რომელსაც შენთვის შენი გამარჯვებისთვის ბევრჯერ უკომაგია და ბევრჯერ კბილებით დაუცვი ხარ საზოგადოების წინაშე, რომლებიც სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთთან აიგივებდა, მაგრამ რაღაც პონჩი ყველაფერი პოლიტიკურია უკვე. რავი, აბა რა ხდება, ვეღარ გავიქი. კბილებით დამიცვი ხარ. არ ვიცი ძმაო, ღმერთმა სიკეთე მოგცეს, ჯანმრთელობა მოგცეს, მაგრად ყოფნა მოგცეს. ლამაზი ოჯახი შეგაქმნევიოს და ბევრი შვილი ყავდეს. მინდოდა რომ მეყურებინა შენთვის და მინდოდა რომ შენი სიხარული მეც გამეზიარებია და რავი, ხა თუ დაბლოკვით მაგას ვიმსახურებ, ვიყავდეთ ჩემ დაბლოკვას არაფერი არ უჭის. მაგრამ ძალიან გული მეტკინა, ვერ ვითამაშებ, ვერ მოგატყუებ.